სალამი მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ ცვლილებებზე. ცვლილება საკუთარი თავის და სხვების ჩვენ ცხოვრებაში. სანამ საუბარს დავიწყებ, ერთი ისტორია, იგავი, ამბავი, რა ვიცი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, ცვლილებებთან დაკავშირებით. ბუდას გასხივოსნების შემდეგ ხალხი მიდიოდა და რაღაც რჩევებს ეკითხებოდა რა და მათ შორის პრობლემების გადაჭრას თხოვდა. ხო და ერთი მდიდარი ადამიანი მივიდა და უთხრა, რომ გავიგერო ჩემი პრობლემების მოგვარება შეგიძლიაო და გეტყვიო ჩემს პრობლემებს და თუ შეძლებ რომ დამეხმარო. პირველი პრობლემა მაქვს, რომ ჩემი შვილი არ მიჯერებს, რა ჩემ ჭკუაზე არ დადის, ჩემს ფულს ფლანგავს, როგორც უნდა ისე ცხოვრობს, საქმეებში არ მეხმარება, ეხლა ცოლის მოყვანას აპირებს და ჩემი ქონების მითვისება უნდა. ამაში ჩემი ცოლიც მხარს უბავს და ორივე ერთად თავის ჭკუაზე დადიან, ისე რომ არ მithვალისწინებენო, არა და მე ყველაფერს მაგათთვის ვაკეთებ. ბუდამ უთხრა, რომ მე ამაში ვერ დაგეხმარებიო. კარგი, მაშინ სხვა პრობლემას გეტყვიო. ამინდების გამო ჩემი მოსავალი სულ დავკარგე და იქნებ რამე დამეხმარო, ეს პრობლემა მომიგვარო, რომ ამდენ მოსავალს არ ვკარგავდეო. ბუდამ უთხრა, რომ ამაში ვერ დაგეხმარებიო. მაშინ ვალების ამღებაში დამეხმარე უამრავ ადამიანს აქვს ჩემი ვალი და არ მიბრუნებენო. მე კიდე ჩემდაწილად რაღაც ფინანსების ამბავი მაქვს გასასტუმრებელი, თანხები მაქვს გადასახდელი და იქნებ ამაში დამეხმარო. ამაშიც არ გამოგადგებიო, ვერ დაგეხმარებიო. ეს გაბრაზდა ეს კაცი, რომ რანაირი გასხივოსნებული მასტერი ხარ, ვერაფერში ვერ დამეხმარეო, რა ესე აქ შენამდე შეგარეშე ცხოვრობდიო. ბუდამ უთხრა, რომ კიდე ბევრი პრობლემები ჩამოუთვალა ამ კაცმა ამ სამის გარდა და ბუდამ უთხრა, რომ შენ 83 პრობლემა ჩამომითვალეო, რაშიც მე არ გამოგადგები, ვერ დაგეხმარებიო. მაგრამ 94 პრობლემაში შემიძლია დაგეხმარო, რაც შენს და ყველა სხვა ადამიანს აქვს. ამას გაუხარდა, რომ როგორც იქნა რაღაც პრობლემა მაინც მომიგვარდებაო და სხვა გაეზიარებინა. და ბუდამ უთხრა, რომ ეს არის ერთადერთი პრობლემა, რომლის გადალახვის შემდეგაც ყველა პრობლემა მოგეხსნებაო. ეს კაცი ძალიან გახარებული უსმენს და ბუდამ უთხრა, რომ ერთადერთი პრობლემა, რომელიც არსებობს, არის ის, რომ შენ არ გინდა, რომ არ გქონდეს პრობლემები. და რეალურად ყველა ჩვენგანის პრობლემაც ეგ არ არის. თუ ამას, რასაც ქვია, ბრუტალური გულწრფელობით დავაკვირდები, მეყოფა გამბედაობა, რომ საკუთარ თავს გულწრფელად მივუდგე და დავსვა ეს კითხვა, რომ რეალურად რა პრობლემებიც მაქვს, რა ცვლილებების მოთხოვნილებაც მაქვს ცხოვრებაში. იქნებ ეს ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ ამად გარეშე ცხოვრება არ ვიცი. მე ჩემი პრობლემების გარეშე ცხოვრება არ ვიცი, ქაოტური მდგომარეობის გარეშე ცხოვრება არ ვიცი. ჩემ გონებას გამოცდილებაში სიმშვიდის მდგომარეობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რა ცხოვრებაც ვიცი, ეს არის გამუდმებით პრობლემებიდან პრობლემებზე გადასვლა, ერთი кейსის ჩახურვა, მეორის დაწყება, მეორის ჩახურვა, მესამის დაწყება. და თუ ამას ბრუტალური გულწრფელობით დავაკვირდები, აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც მაქვს, იმიტომ რომ არ მინდა რომ არ მქონდეს ეს პრობლემები. და არ მინდა, იმიტომ რომ ამად გარეშე ცხოვრება არ ვიცი. ამად გარეშე საკუთარ თავს არ ვიცნობ. და აქვე ჩემ დაკვირვებას გავაზიარებ. აბსოლუტურად ყველა პრობლემა, აბსოლუტურად ყველა წრე რა ცხოვრების სხვა სფეროებში რა წრეზეც დავდივარ. ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ ეს პრობლემებია ერთადერთი ყურადღების გადამტანი, რითაც თავს გავიმართლებ, რომ იცი რა, ცხოვრებაში რაღაც პრობლემები მაქვს, ეხლა და რომ მოგვარდება, მე დავუთმობ ყურადღებას ჩემს ცნობიერებას, მე დავუთმობ ჩემს გამოჯამთელებას, მე დავუთმობ ჩემს სიყვარულს, ბედნიერებას, სიხარულს, მე გავაკეთებ რა. და ეს ყველაზე კარგი მიზეზი არის ხოლმე გადადების. ეს გადადებაც ჩვევაა რა, არაცნობიერი ჩვევაა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველდღიურად ვაკეთებთ. შეიძლება ხო სიზარმაცეც დავარქვათ ამას. და სიზარმაცეც ასევე თავის გამართლება არის. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გამაჩნია, არის ის, რომ საკუთარ თავთან თანაცხოვრება არ ვიცი რა, საკუთარ თავთან დარჩენა არ ვიცი. იმდენად აუტანელია საკუთარ თავთან დარჩენა, რომ მირჩევნია ძალიან დაკავებული ვიყო ყოველდღიური პრობლემებით, ყოველდღიური ქაოტური მდგომარეობით. და ეს იყოს ჩემთვის თავის გამართლება, რომ იცი რა, მე ჯერ ეს პრობლემები მაქვს, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი პრობლემები არის ჩემს ცხოვრებაში, ახლა ჯერ ეს უნდა დავალაგო და ამეთი დალაგება მომცემს საშუალებას, რომ მე კარგად ვიყო რა, მე ეს ბედნიერების საშუალება მივცე საკუთარ თავს დრო დაუთმო, სხეულს, გონებას, ცნობიერებას, საკუთარ შემეცნებას დრო დაუთმო, ოღონდ ჯერ ეს პრობლემები მოვაგვარო რა. და ამ პრობლემებზე ესეთ რაღაცას გავაზიარებ რა, სიზარმაცის ყველაზე კარგი ახსნა, რაც მომისმენია, არსებობს სამი სახის სიზარმაცე, რომ გამოვყოთ რა, ეს განსაკუთრებულად სამი სახის სიზარმაცე რომ გამოვყოთ.
პირველი არის სხეულის სიზარმაცე. სხეულის სიზარმაცე არის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ესე დეპრესიას ვეძახით, უხასიათობას ვეძახით, უძლურებას, სხეულებრივ უძლურებას ვეძახით, რომელიც აი თითქოს სულ დაღლილ მდგომარეობაში მომყოფებს. რა, დილით გავიღვიძებ და დაღლილი ვარ და აი ყველაფერი მეზარება რა. უბრალოდ თავი არ მაქვს და ვიძახი რომ აი ეხლა ამის გაკეთების თავი არ მაქვს რა. ხვალ იყოს. და ხვალაც იგივე ხდება, დილით გავიღვიძებ, დაღლილი ვარ და მთელი დღე ამ ენერგიების კონცენტრაცია ვერ მოვახდინე, რომ რაღაც ქმედება დავიწყო. ეს არის სხეულის სიზარმაცე რა. მეორე არის გონების სიზარმაცე. გონების სიზარმაცე არის გამუდმებით ხვალეზე გადადება რა, ხვალინდელ დღეზე გადადება. დღეს არა ხვალ არა ზეგ. გამუდმებით როცა ვეძებ მიზეზს და ამას თუ ვეძებ აუცილებლად პოულობ, ნებისმიერი მიზეზი, ეს იქნება სერიოზული თუ არასერიოზული, თავარი არის რომ ჩემთვის დამაკმაყოფილებლად სერიოზული იყოს იმისთვის რომ ჩავებღაუჭე და თქვა რომ იცი რა დღეს მე რაღაც გარკვეული მიზეზი გამაჩნია და ამის გამო მოდი ხვალ გავაკეთებ. ხვალ ოღონდ უეჭველი გავაკეთებ რა. ოღონდ ხვალაც იგივე ხდება მე და ზეგაც მე იგივე ხდება და მაზე. ეს არის გონების სიზარმაცე, რომ გამუდმებით გადადებაზეა დამოკიდებული და მის გარეშე არ შეუძლია. უბრალოდ არ იცის რა როგორი ფუნქციონირებს თუ არ გადადო. მაგრამ ესენი კიდე მოგვარებადი ამბავი არის, რომ ამოცნობადი არის, მარტივად ამოცნობადი არის რა. თუ ადამიანი რაღაც მცირედ დახმარებას მაინც ითხოვს, ან ცოტა მეტად ყურადღებით იქნება საკუთარ თავთან, ამას მალე გაუკეთებს იდენტიფიცირებას და დაინახავს, რომ სხეულის სიზარმაცე აქვს, გონების სიზარმაცე აქვს და ეს სიმპტომები ამოცნობადი არის რა. მაგრამ ყველაზე ჩუმჩუმა და ვერაგი სიზარმაცე არის მუდამ დაკავებული მდგომარეობა. მუდამ სერიოზული როლის თამაში. სამსახურში იმდენი საქმე მაქვს, რომ უბრალოდ რავი, რომლით დავიწყო აღარ ვიცი. პირად ურთიერთობებში იმდენი ტასკია გასაკეთებელი და იმდენი გეგმაა და იმდენი რაღაც საერთო ინტერესებია და იმდენი სურვილებია, რომ საიდან დავიწყო აღარ ვიცი. მეგობრებთან, მშობლებთან ცხოვრება ძალიან დაკავებული მაქვს, რა, ძალიან დაკავებული ადამიანის იმიჯი მაქვს რა. გამუდმებით მუშაობ, მერე ოჯახი, მერე მეგობრები, დასვენება, მოგზაურობა და ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დროს მოითხოვს ჩემთვის რა. რეალურად ეს არის მდგომარეობა, რომლითაც ყველაზე შენიღბულად და ყველაზე ოსტატურად გაურბივარ საკუთარ თავთან დარჩენას. ეს ყველაზე დიდი სიზარმაცე არის. ადამიანის მთავარი ნაკლოვანება და პრობლემა არის ის, რომ საკუთარ თავთან დარჩენის უზარმაზარი შიში აქვს და ოღონდ საკუთარ თავთან არ დარჩეს და იქნება ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, ყველაზე კარგი მეუღლე იქნება, ყველაზე კარგი მეგობარი იქნება, უარს არავის არაფერზე არ ეტყვის, უამრავ საქმეს გააკეთებს, ანუ მართლა გააკეთებს, ის კი არა რომ მოიტყუება, რა მართლა გააკეთებს წარმატებული ბიზნესმენი იქნება, წარმატებული მეუღლე იქნება, წარმატებული მეგობარი იქნება, ეს წარმატებულობა მართლა იქნება რა. მაგრამ ეს წარმატებულობა არის ზუსტად ის შენიღბული სიზარმაცე, რომელიც ცხოვრებისეულ უმაღლეს ღირებულებას მაშორებს რა. გონებას ამითი ვბინდავ, ამითი ვართობ ჩემ გონებას, რომ აი ეს უმაღლესი ღირებულება, რითვისაც მოვედი ამ სამყაროში საერთოდ, აი ეს რომ გავაკეთო, ამის ყველაზე ოსტატური შენიღბვა და მიზეზი თავის ასარიდებლად არის ის, რომ მე წარმატებული კარიერა მაქვს რა. აი უბრალოდ რომ ცადო რა, ეხლა რასაც ვსაუბრობ, მე სიტყვაზე ვერ მენდობი, ხო? არც უნდა მენდო, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი პირად გამოცდილებებზე იზრდება რა. ეს პირადი გამოცდილება შეგიძლია რომ პრაქტიკით გატესტო. აი როცა ამ ვიდეოს ყურებას დაასრულებ, უბრალოდ ტელეფონი გათიშე, ან ხმა გაუთიშე. რომ ზარმა არ შეგაწუხოს რა. წიგნები გადადე, მუსიკა გათიშე, ფილმი გათიშე. უბრალოდ ოთახში დაჯექი, აბსოლუტურად ყველაფერი რამაც შეიძლება შენი ყურადღება წაიღოს, გადადე. ბოლოს მიადგები ფიქრებს. ეს ფიქრების გადადე ცოტა ხანი გვერდზე. აი აბა ეცადე რომ არ იფიქრო ამ არაფერზე რა. ან იფიქრე უბრალოდ ყურადღება არ მიაქციო რა. ეს ფიქრები წარმოიქმნება და ყურადღება არ მიაქციო. ემოციები წამოვა. ამ ემოციებსაც ეცადე აბა რომ ყურადღება არ მიაქციო. რო დაჯდები ოთახში, აბსოლუტურად ყველა ნივთი და ყველა ყურადღების გადატანის საშუალება უბრალოდ გვერდზე გადადე ცოტა ხნით. სულ რაღაც 5 წუთით მერე მიუბრუნდი რამდენი ხანს გაგიხარდება. ზუსტად 5 წუთი არაფერი არ გააკეთო აბსოლუტურად. და გატესტე რა შენი თავი. 5 წუთი შეგიძლია საკუთარ თავთან ყოფნა ისე რომ ხელი არ წაგიცდეს სკროლვაზე, თვალი არ გაგექცეს ფანჯრიდან ყურებაზე, ფიქრებით რაღაც ამ 5 წუთის მერე რას იზავ ამაში არ წახვიდე, წარსულში არ გადახვიდე, ემოციებმა წელის დაჭიმულობა არ მოგცეს, კისრის გაშეშება,
ფეხების ტკივილი, სახსრების ტკივილი, მაისურიო გაწუხებს და გიჭერს. აი ეს შეწუხებები რო არ წამოიღოს. აი 5 წუთი, უბრალოდ 5 წუთი შეგიძლია იყოს შენ სხეულთან? თუ 5 წუთი შეძლებ, 10 წუთი წადე, 15 წუთი წადე. უბრალოდ ექსპერიმენტი ჩაატარე, რამდენი ხანი შეგიძლია საკუთარ თავთან იყო ისე, რომ ყურადღება არაფრით არ გაირთო. ყურადღება არაფერზე არ გადაიტანო. და მე მიხვდები ეს საუბარი იდეაში რას ემსახურება. ადამიანებმა არ ვიცით საკუთარ თავთან დარჩენა. და ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოიწვიოს, ზუსტად ამ დარჩენით ხდება. ცვლილებას არ იწვევს წიგნები, ცვლილებას არ იწვევს პოდკასტები, მოსმენა, რითრითებზე სიარული, კურსების აღება და გავლა, ტრეინინგები, კოუჩინგი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ესენი ცვლილებას არ იწვევს. ესენი შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელმაც რაღაც მიმართულება მოგცეს და ამ მიმართულება, აი ლამალინა იძახის ხოლმე ამას ალბათ ჩემზე ბევრად კარგად ხსნის, რომ აი ქალაქგარეთ გადიხარ რა, მცხეთაში მიდიხარ, თბილისიდან მიდიხარ მცხეთაში რა. გახვედი თბილისიდან და გზაზე დაინახე ნიშანი აწერია მცხეთა. რა ხوار გადმოდიხარ მაქაინდან დადგები ამ ნიშანთან და უი მცხეთა რა კაი ყოფილა რა სილამაზეა ცოტა გრილა აქვს ნახე ცოტა ნაკლები მანქანა ამ ნიშანთან ხوار არის მცხეთა რა ეს უბრალოდ ნიშანი გეუბნება რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ რა თუ არ იცი რა მიმართულებით იარო აი მცხეთა მაკეთ არის რა გაყევი მაგ ნიშანს და მიყოლ მცხეთამდე შეიძლება კიდე შეგხვდეს ნიშანი რომელიც განიშნებს რომ მცხეთასთან ახლოს ხარ რა არც იმ ნიშანთან არ გადმოხვალ და არ დადგები და უი ეს არის მცხეთა არ იკითხავ ხო ამას ზუსტად ეგ არის რა ნებისმიერი შენი დამხმარე წიგნი მუსიკა პოდკასტი აღარ ჩამოვთვალო ეს ყველაფერი შენი გზამკვლევებია რა მაგრამ ამ გზაზე მარტო ხარ არა როგორც მარტოსული არამედ როგორც მარტო შენი ასაღებია ეს პასუხისგებლობა საკუთარ თავთან მარტო გჭირდება რომ დარჩე ნებისმიერი ინფორმაცია რაც შენში იდენტობას დღემდე იწვევს თუ ადამიანისთვის მოგისმენია თუ ეხლა ამას უსმენ და რაღაც იდენტობას გაძლევს თუ წიგნი წაგიკითხავს თუ ვინმესთვის მოგისმენია ხო ნებისმიერი იდენტობას იმიტომ გაძლევს რომ ეს ინფორმაცია შენში არსებობს შენს ცნობიერებაში არსებობს ეს ინფორმაცია წინააღმდეგ შემთხვევაში შენში რომ არ არსებობდეს ვერ გამოიწვევს ინტერესი სხვა რაღაც აქედან გამომდინარე მარტო დარჩენით ადამიანები ვსწავლობთ რომ ჩვენს ხელს უზარმაზარი სიბრძნე გააჩნია, ჩვენს გონებას უზარმაზარი სიბრძნე და რესურსი გააჩნია. და უზარმაზარი ინფორმაცია ჩვენს ხელშიც და გონებაშიც და ცნობიერებაში მთლიანად. უზარმაზარი ინფორმაცია. და ეს უზარმაზარი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყოველ წამს. მხოლოდ ერთადერთი რაღაცაა საჭირო. ყურადღების გადატანის საშუალებები გვერდზე გადადე და შეიხედე შიგნით. საკუთარ თავში დარჩი. საკუთარ თავთან იმეგობრე. რაც შეიძლება დიდხანს, არა დროში რომ მთელი დღეები იჯდე, არამედ რაც შეიძლება ხშირად და ცოტ-ცოტა დრო აიღე 5 წუთი, 10 წუთი, მაგრამ ხშირად რაც შეიძლება და დარჩი შენ თავთან. რაღაცა იშლება შინაგანად რა. რაღაცა ინფორმაცია ამოდის. აი წარმოიდგინე მეგობარს რო ელაპარაკებოდე ხა შენ და რაღაცა მნიშვნელოვანი არის შენში და კიდე რომ ეს მნიშვნელოვანი მეგობარს გაუზიარო. და ეს მეგობარი რა ვიცი სკროლავს, იგვერდზე ვიღაცას ელაპარაკება. ერთი წამი არა აქვს იმისთვის რომ შენ ყურადღება დაგითმოს რა. იმას ხო არ ეტყვი არაფერს, იმიტომ რომ აზრი არა აქვს, თუ ეტყვი ერთ კურსში შევშევს, მეორე გამოუშვებს და არ შენ სრული არ გიჩნდება რომ რაღაცა უთხრა რა. აი შენი შინაგანი მე დავარქვათ, შენი შინაგანი სული, სიბრძნე, მაღალი ძალა, რაც გინდა დაარქვი. შენ არ დაგეკონტაქტება და არც გეკონტაქტება და შენგან ეს სიბრძნე ვერ ამოდის. სხვა არც არავინ არ არის, ახლა რო ვიძახი დაგეკონტაქტება არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა არსებობს შენში მეორე მე, რომელიც დაგეკონტაქტება. შენივე სიბრძნესთან წვდომა და სიცხადე არ გაქვს, იმიტომ რომ გამუდმებით რაღაცაში ხარ ჩართული რა, გამუდმებით რაღაცას აკეთებ რა. და ზოგჯერ ყველაზე დიდი ქმედება უმოქმედობა არის. არ იმოქმედო გართობების მიმართულებით, არ იმოქმედო ყურადღების გადატანის მიმართულებით, შენი ეგოცენტრიზმის მიმართულებით, ნუ იმოქმედებ, რომელიც გეუბნება, რომ რაღაცა უნდა აკეთო, სულ ეგ შენში უნდა იყოს, თორე ესე რა აზრი აქვს ცხოვრებას რა. უბრალოდ მოეშვი. შეჩერდი, დარჩი საკუთარ თავთან.
და მან დიწყება რეალური ცვლილებები. და სხვისი ცვლილება რო გვინდა, ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ელემენტარულად. აი წარმოიდგინე, შეიძლება ექსპერიმენტი ჩაატარო, 5 წუთი დაჯდე საკუთარ თავთან და დაგეწყოს რაღაც წელის ტკივილი, ხრების მოჭიმულობა, მაისური გაწუხებს, შარვალი გაწუხებს, რაღაცა ვერ ისვენებ, ვერ სუნთქავ, თითქოს ჰაერი ბოლომდე არ ჩადის, ბოლომდე არ ამოდის. გამუდმებით გეფიქრება, რომ რა მოვინდო მე ხა ეს მოდი ჩამოვსხლავ რა იცი რა ხდება, წიგნს წავიკითხავ, მუსიკას მოусმენ ამ ფონად ჩავთავ ხო მაინც პრაქტიკა გამომივა. უი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამახსენდა, ეხლა დავრეკავ, მოდი მე მეუბრუნდები. 1000 ფიქრი შემოვა, რაც მოგწყვიტავს ამ პრაქტიკას. და უბრალოდ აი არაფერს ყურადღება არ მეაქცევ, უბრალოდ დარჩი რა, აი საკუთარ თავთან. და შეიძლება მივხვდე, რომ საკუთარ თავთან დარჩენა არ შეგიძლია, იმიტომ რომ პანიკური შეტევა იწყება, შფოთი იწყება, მოусვენრობა იწყება რა. შინაგანი მოусვენრობა იწყება და არ შეგიძლია. ინსტინქტურად შეიძლება ტელეფონს მივარდე და ჩამოსკროლო, ან წიგნი წაიკითხო, მუსიკა ჩართო, ვიღაცას დაუძახო. იმიტომ რომ არ შეგიძლია ამ ყველაფერთან დარჩენა. და შენ ახლა წარმოიდგინე, რომ ოჯახის წევრთან მიდიხარ და რაღაცებს ელაპარაკები, რა ხო გითხარი ეს უნდა გაგიკეთებინა? აი რო არ დამიჯერე, მაგიტომ მოხდა ეს. აბა დღეს რა გააკეთე? შვილო არ გაცივდე, შვილო მშიერი არ იყო. მეუღლეს რო ეუბნები, აბა სად იყავი, რატო დააგვიანე? ეს ყველაფერი ინტერაქცია არის. ოღონდ ავტომატური ინტერაქცია არის, არაცნობიერი ინტერაქცია არის ადამიანებთან. ეს იმიტომ გჭირდება, რომ აი ოღონდ ესეთი უაზრო საუბრებიც კი თანახმავარ, ოღონდ საკუთარ თავთან არ დავრჩი. სიჩუმე არ შემიძლია, რა უხერხულობას ქმნის რა სიჩუმე. მაგიტომაც არის რა კონტროლი, თანადამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ტოქსიკური ურთიერთობები, რომ მე ოღონდ საკუთარ თავთან არ დავრჩე და ამისთვის შემჭირდები რომ გამოგიყენო. შენზე პარაზიტობ რა. ხო და აი აქედან მოდის მე პარაზიტობის ყველაზე მავნე გამოვლინება არის სხვა ადამიანის ცვლილება. სხვა ადამიანის ცვლილების სურვილი. ჩემი შვილი დამოკიდებულია, ჩემი მეუღლე დამოკიდებულია, მეგობარი დამოკიდებულია, უჭირს არა და ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო რა. და როგორ არ დავეხმარო, აბა რანაირი სიყვარული მე ვიცი, აბა რანაირი მეგობარი ვარ, თუ არ დავეხმარე, თუ არ გადავარჩინე, თუ მიმართულება არ მივეცი. ჩემი შვილი პატარაა, თუ მიმართულება არ მივეცი, აბა ვინ მიხედავს. ეს არის თავის გამართლება იმისთვის, რომ მე ვიყო აქტიური სხვისი ცხოვრებით და არა საკუთარით. იმიტომ რომ საკუთარ თავთან დარჩენა როცა არ შემიძლია, მე მივდივარ და სხვა ადამიანებზე პარაზიტობ, სხვა ადამიანების ცხოვრებას ვიწყებ. სხვა ადამიანების კონტროლს ვიწყებ. უი რა ვქნა შვილო არ შემიძლია, აბა მე თუ ჩემ შვილს არ მივხედე, მეუღლეს თუ არ მივხედე, მეგობარს თუ არ მივხედე, აბა მაშინ რა არის ერთობა, რაღა არის ერთობა, სიყვარული რაღა არის, მეგობრობა რაღაცა არის. ეს ყველაფერი ჩემი ეგოცენტრიზმის ხმა არის. ეს ხმა არის ის, რომ ეგოცენტრიზმი ჩემში შინაგანად იძახის, რომ არა მოიცა კაცო, ეხა საკუთარ თავთან დარჩენას, მოდი აი გამართლებას მოგცემ და აი ამითი აკონტროლე და იყავი დამოკიდებული ადამიანებზე და რავი ეს მოდის თაობებიდან თაობებზე რა. და არ გაწყდება იქამდე, სანამ ერთი ინდივიდი არ აიღეს პასუხისგებლობას და საკუთარ თავთან დარჩეს რა. და საკუთარ თავთან დარჩენას როცა სწავლობ და ეჩვევი საკუთარ თავთან დარჩენას, ხო? მე ხვდები რომ რეალურად არანაირი საჭიროება არ არის ეცადო სხვის შეცვლას. და მეცაც ვიტყვი რა, ეხლა რამდენად ცოტა გადაჭარბებულად არ უნდა ჟღერდეს, რახან ვსაუბრობ, ჭირდება რომ ის თქვა, რასაც ვფიქრობ რა. ყველაფერი კარგად იცის რა. აი ვისი დახმარება ჩვენ გინდა, იმან ძალიან შენზე ბევრად კარგად იცის რომ დახმარება ჭირდება. მაგრამ მასშიც არ მომწიფებულა ის წერტილი, რაც გადააწყვეტინებს რომ დარჩეს თავისავთან და ცვლილება დაიწყოს. ზუსტად ისევე როგორც ჩვენ. მეც ესე ვიყავი რა, უამრავი ოქროს რჩევა და მითითება ვერ გავითვალისწინე, მათ შორის ძალიან საყვარელი ადამიანებისგან. უბრალოდ იმიტომ კი არა რომ არ მინდოდა, ან უბრალოდ რავი, არ მჯეროდა ან ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ჩემში ეს მომწიფებული წერტილი არ იყო რა. ვერ ხვდებოდი ვაფშე საერთოდ რაზე მელაპარაკებოდნენ, ვერ ხვდებოდი. არ მესმოდა. იმიტომ არ მესმოდა რომ ჩემში აი ეს მომწიფება არ იყო, პასუხისგებლობის აღების მომწიფება არ დადგა ჯერ. იმ ადამიანების მითითებაში მე ვხედავდი ყოველთვის, რომ ეს ჩემი საჭიროება მართლა იყო. სწორს მეუბნებოდნენ, მართლა მჭირდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ მაღიზიანებდა მათი საუბარი, მაბრაზებდა მათი საუბარი, იმიტომ რომ ისინი რაზეც ისინი მიმითითებდნენ, ეს მოითხოვდა, რომ საკუთარ თავს უნდა ჩავღმავებოდი, გულწრფელობა დამეწყო და საკუთარი თავისთვის შემეხედა ისეთს, როგორც ჯერ არ მინახავს და ამის მეშინოდა. შესაბამისად, გაბრაზება და გაღიზიანება სხვა ადამიანის მიმართ, იმიტომ შემოდის ყველა ადამიანს, რომ შენ არა კომფორტულ სიტუაციაში მაგდებ ახლა რა, არა უსაფრთხო გარემოსკენ მიფიძგებ და შენ მე კომფორტი დამირღვია ახლა. და ამას შემაშინა, რახან შემაშინა, გაუბრაზდი იმაზე, ვინც ეს შიში გამოიწვია.
ამიტომაც ვბრაზდებოდი მე ყველა იმ ადამიანზე, ვღიზიანდებოდი და ვცდილობდი გავცლოდი ამ ადამიანებს და კონტაქტი აღარ მქონოდა, ვინც ცვლილებებისკენ მიბიძგებდა რა. და თუ დააკვირდები შენ ოჯახის წევრები შეიძლება მივხვდი რომ ეგრე არიან. ვისაც მეტს უჩიჩინებ რომ შეიცვალე, ესე გაგრძელება აღარ შეიძლება როდემდე და ასე შემდეგ, იმასთან განცალკევება იწყება რა. უფრო და უფრო ნაკლებად გირეკავს, უფრო და უფრო ნაკლებად კითხულობს, ურთიერთობები უფრო ცივდება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რეალურად იმ ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჭირდება ეს ცვლილება და ძალიან კარგად იცის, რომ საკუთარ თავთან დარჩენა მოუწევს, მაგრამ ჯერ ამისთვის მზაობა არ აქვს. არ მომწიფებულა მასში ის წერტილი, რა წერტილშიც გადაწყვეტავს, რომ დარჩე საკუთარ თავთან. თუ რეალურად ნამდვილი ცვლილება გინდა სამყაროსი, შენი ახლობლების, საკუთარი თავის, ხო? შენ აიღე პასუხისგებლობა, რომ ისწავლო საკუთარ თავთან დარჩენა ისე, რომ არაფერი არ გაწუხებდეს რა. შენ ისწავლე დარჩენა საკუთარ თავთან ისე, რომ არ დაგჭირდეს სხვა ადამიანები, არ დაგჭირდეს კარიერა, არ დაგჭირდეს ფინანსები. ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქარი არის. ეს ყველაფერი კი სამყაროს საჩუქარი არის და ბენეფიტად, საიდ ეფექტად, რავი, ნაყოფად გვაქვს და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ადამიანურ ცხოვრებაში. მაგრამ ეს თუ არის მთავარი მიზეზი ის, რაც შენ გაბედნიერებს და რაც შენ ჰარმონიას გაძლევს, ეს მათი ჰარმონიაა და არა შენი. რავი, თუ იდეალური მეგობრები გყავს, ყველა ისე გექცევა როგორც შენ გინდა, თუ ფინანსები იმდენი გაქვს, რამდენი შენ გინდა, თუ იმდეს მოგზაურობ, რამდენი შენ გინდა და ყველაფერი იდეალურად არის. ეგ შენი სიმშვიდეა თუ აი ამ დამატებითი ნივთების და მატერიალური საშუალებების და მეგობრების. ეს ხო მათი მოტანილი სიმშვიდეა. შენ რა გაგაჩნია შენი რა? შენი შინაგანი სიმშვიდე რა არის? აი ეს ყველაფერი რო ერთ დღეს ადგეს და გაქრეს, ხოშფოთი დაგეუფლება მაშინვე. და მე რეალურად მათი ტკბობა შემიძლია კონსტრუქციულად და ჯანსაღად მაშინ, როდესაც ჯერ მე საკუთარ თავთან დარჩენა ვიცი ამ ყველაფრის გარეშე. აღარ პარაზიტობ რა, მომხმარებელი აღარ ვარ. და აი აქ იწყება ნამდვილი ცვლილება. მაგრამ როგორც დასაწყისში დავიწყე საუბარი, ჩვენ არ გვინდა ცვლილება, იმიტომ რომ საკუთარ თავთან დარჩენის გვეშინია. არ და ყველაფერი კარგად ვიცით. დაანებე მეგობრებს თავი, მშობლებს, მეუღლეს, მათი ცვლილება შენ არ შეგცვლის. მათი ცვლილება შენ გინდა, იმიტომ რომ თავი არიდო საკუთარ თავთან დარჩენა. და ისიც გაგირბის, იმიტომ რომ იმანაც იცის საკუთარ თავთან დარჩეს. ყველა დამოკიდებულმა ადამიანმა თუ ყველა არსებამ, აბსოლუტურად ყველა გრძნობიტმა არსებამ იცის, რომ რაც ჭირს საკუთარ თავს, ზუსტად იცის რა ქმედებებია საჭირო და არ არის შეინჩარევა საჭირო. შენ შეიძლება განცდის დონეზე გონია, რომ ამ ადამიანმა არ იცის და უნდა მიუთითო. შენ განცდის დონეზე შეიძლება გონია, რომ სწორ გზას მიუთითებ და ეს ამით ეხმარები. მაგრამ იმა ყველაფერი კარგად იცის, შენზე ბევრად კარგად იცის, ამაზე ძალიან ბევრჯერ უფიქრია, მაგრამ რა წამსაც უფიქრია, იმ წამს ყურადღება გადაუტანია, იმიტომ რომ შინაგანი სიმწიფე ჯერ არ აქვს ამ ადამიანს, რომ დარჩეს ამ ყველაფერთან და აცადე რომ მომწიფდეს, ყველა თავის გზას გადის, ყველა თავის მომწიფების გზას გადის. აი როგორც კი მომწიფდება, ჩდება ის იმპულსი, რომელიც მეუბნება, რომ აი აქ დასრულდა რა ჩემი ყურადღების გადატანა და ინფანტილიზმი. აი ახლა არის მომენტი, რომ მე პასუხისმგებლობა ავიღო და საკუთარ თავთან თანაცხოვრება დავიწყო. და ეს არის ის ძალა, რომელიც მე მაძლევს, რომ საკუთარ თავთან დავრჩო. სანამ ეს მომწიფება არ დგას, სხვა ადამიანი ვერ დარჩება საკუთარ თავთან. უბრალოდ არ შეგიძლია, ცადე რა. და ჩემზე კარგად შენ დაინახავ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია. მხოლოდ საკუთარი თავის ცვლილება შეგიძლია და მხოლოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია. დარჩი საკუთარ თავთან. შეწყვეტე პარაზიტობა სხვა ადამიანებზე. გაიცანე საკუთარი თავი, მოусმინე სხეულში რა ხდება, ემოციებში რა ხდება. საკუთარ თავს გაეცანე. და საკუთარ თავში არის იმხელა სიბრძნე, იმხელა ინფორმაცია, რომ შენ არ გჭირდება დამატებითი ინფორმაციები. ერთადერთი რაღაც გჭირდება, საკუთარ თავთან დარჩი და მოусმინე საკუთარ თავს. არა ფიქრებს და არა ემოციებს, არა, უბრალოდ შენში არსებულ სიბრძნეს მოусმინე. თუ ამაში დახმარება გჭირდება, მოითხოვე დახმარება. მაგრამ დახმარებას მიიღებ მაშინ, როდესაც შენ ამის მომწიფებას გრძნობ შენში და მზაობას გრძნობ, რომ საკუთარ თავთან დარჩენა დაიწყო. თუ ამის მზაობა გაქვს, მოითხოვე დახმარება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შენს გარშემო ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დახმარება ჭირდება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაღაცა შესაძლებელია. მაგრამ ამის ძალა არ გვაქვს. ეს ძალა უნდა მომწიფდეს. და აცალე შენს გარშემო ადამიანებს, იყავით საკმარისად კეთილი იმისთვის, რომ აცალო მომწიფება. ყველა თავის გზას გადის. და უკვე რომ მომწიფდება ამ ადამიანებში აი სურვილი საკუთარ თავთან დარჩენის პასუხისმგებლობის აღება და ცვლილებები, რეალური ცვლილებები და იმის გადაწყვეტილება, რომ მე მინდა რომ პრობლემები მართლა აღარ მქონდეს. და ამის გარეშე ცხოვრება მინდა ვისწავლო. მე შეიძლება მოვიდეს ადამიანი და ითხოვოს დახმარება. და შენ თუ შენ თავს იცნობ, ამით დაეხმარები ყველაზე მეტად. შენ მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობა გევალება, მეტი არც არაფერი. თუ იცნობ საკუთარ თავს, იცნობ სამყაროს.
უბრალოდ დავვრჩეთ საკუთარ თავებთან და ვისწავლოთ როგორია ცხოვრება საკუთარ თავთან. ნუ გამოვიყენებთ ერთმანეთს ყურადღების გადასატანად, დასამხნევებლად, დასამშვიდებლად, იმედის მისაცემად. ჩვენ არ ვართ აქ ერთმანეთისთვის, რომ თავზე ხელი გადავუსვათ, იმედი მივცეთ, გავამხნევოთ, არაუშავს, ყველაფერზე დავეთანხმოთ და ერთმანეთის აზრები ამოვიცნოთ, რომ აი ამას ეხლა რა ეს სიამოვნება და რით დავამშვიდო რა უთხრა. არა, ნუ გავუკეთებთ ერთმანეთს ამ სიბოროტეს. უბრალოდ არ ვიცი. არის იდეალური პასუხი იმაზე, რაც მართლა რეალურად არ იცი. შენ მხოლოდ ის იცი, რაც საკუთარ თავში ხდება და თუ შენ არ იცი, როგორ დარჩე საკუთარ თავთან, სხვა ადამიანს ჯობია რომ საერთოდ არაფერი არ უთხრა და ამით ყველაზე მეტად დაეხმარება. აცალე ცხოვრება და შენც იცხოვრე. წარმატებები.